Hello, my name is Avtandil, Chief Acoustician in the company Acoustico. Good morning, my name is Dina Benoidze. I'm an architect and acoustic designer. That's good. როგორც იცით, კომპანია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს წარმოების მიმართულებით, მცირე ნაბიჯებს, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს და ამ პროცესში ყოველთვის გვინდოდა რომ გქონოდა ისეთი ხელსაწყო, სადაც შევძლებდით ჩვენს მიერ დამზადებული პროტოტიპების ტესტირებას, რომელიც იქნებოდა ვალიდური და შემდგომ უკვე თამამად შევთავაზებდით ჩვენს მომხმარებელს. დღეს უკვე ეს შესაძლებელია, რისთვისაც დიდი მადლობა ევროკავშირს და გერმანიის მთავრობას, რომ გამოგვეცა ესეთი მშვენიერი საჩუქარი. უფრო ახლოდან გაგაცნობთ თუ რას აკეთებს ეს მოწყობილობა. ჩვენ ხედავთ სხვადასხვა ზომის აკუსტიკურ მილს, რომელშიც იდება სხვადასხვა ნიმუშები. რეფერენსად ვიღებთ აკუსტიკურ მელამინს, რომლის მეშვეობითაც ხდება კალიბრაცია სისტემის და შემდგომ უკვე შეგვიძლია დავტესტოთ ნებისმიერი პროდუქტი ხმის იზოლაციაზე და ხმის შთანთქმაზე. იმისათვის რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია, ხდება ორი ზომის მილში ტესტირება, 30 მმ-იანი დიამეტრის მილი და 100 მმ-იანი დიამეტრის მილი. თითოეულში ხდება სხვადასხვა სიხშირულ სპექტრში ტესტირება და შემდგომ ამ ინფორმაციების გაერთიანებით ვხებულობთ საბოლოო რეპორტს. კომპლექტაციაში არის მოცემული 4 მიკროფონი, მაღალი სენსიტივობის, მაღალი მგრძნობელობის მიკროფონი, რომლის მეშვეობითაც ხდება უკვე აი ამ აკუსტიკური ტესტირების ინფორმაციის შეგროვება და პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე საბოლოო რეზულტატის მიღება. ინტერფეისი საკმაოდ მარტივი არის. გვაქვს 3 მოდული, კალიბრაცია, რა თქმა უნდა, ამის გარეშე დაწყება დაუშვებელია, შემდგომ გვაქვს ხმის შთანთქმის მოდული და ხმის იზოლაციის მოდული. და თითოეულ მოდულში უკვე ხდება შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრა, მინიჭება და უკვე ტესტირების პროცესის ჩატარება. რა სარგებლობა მოაქვს აღნიშნულ მოწყობილობას? პირველ რიგში, როდესაც ვატარებთ გარკვეულ საპროექტო მოდელირების და გაანგარიშების პროცესებს, ძალიან ხშირია, როდესაც არქიტექტურულ პროექტში გამოყენებული არის ისეთი პროდუქტები, რომელსაც არ აქვს არანაირი საწარმო ტექნიკური პასპორტი, რაიმე აკუსტიკური პარამეტრები, ტესტირების რეპორტი და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს ხისგან შედგენილი, MDF-ისგან შედგენილი ან კომპოზიტური სხვა მასალა და ასეთ დროს ძალიან რისკიანი და რთულია განსაზღვრო აკუსტიკური და არააკუსტიკური პროდუქტების ერთობლიობა მოპირკეთებაში, რა შედეგს მოგცემს მოდელირების ეტაპზე და ცხადია შემდგომ უკვე საველე პირობებში. სწორედ ამ ხელსაწყოს გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი არასტანდარტული, არააკუსტიკური თუ აკუსტიკური, მაგრამ არასერტიფიცირებული პროდუქტის საორიენტაციო პარამეტრების განსაზღვრა, რომელიც ვალიდური არის სტანდარტების მიხედვით და ამის საფუძველზე მოვახდინოთ ჩვენი აკუსტიკური მოდელირების კალიბრაცია და გავიდეთ უფრო ზუსტ შედეგზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ხელსაწყოს მეშვეობით ჩვენს მიერ ჩატარებული საპროექტო პროცესები არის უფრო მოქნილი, უფრო ეფექტური და არქიტექტურული კომპანიებისთვის უფრო საინტერესონი ვართ, რადგან არ ვართ შეზღუდული იმ რაღაც კონკრეტული წარმოებლების მიერ შერჩეული პროდუქტებით, არამედ შეგვიძლია განვიხილოთ არასტანდარტული, არააკუსტიკური, არასერტიფიცირებული პროდუქტების გამოყენება ინტერიერში, რომლის ვალიდაციაც უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნული მინი აკუსტიკური ლაბორატორიის მეშვეობით. Norsonic Impendastube საჩუქრად გამოგვეცა ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ხოლო აღნიშნული პროექტი განახორციელა ორგანიზაცია GIZ საქართველოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.